ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დეპარტამენტმა დევიდ გრუშის ბრალდებები ჯერ კიდევ ივნისში უარყო. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის უცხოპლანეტელების მკვლევართა ჯგუფმა ვერ იპოვა სანდო ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების არსებობის შესახებ, რომლებსაც თითქოს ხელში ჩაუვარდათ უცხოპლანეტელთა მასალები. თავად გრუშს მისივე თქმით არასოდეს უნახავს უცხოპლანეტელთა აპარატები და არც თავად უცხოპლანეტელი. თუმცა მისი თქმით არაერთხელ დაკავშირებია დაზვერვის იმ მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ ძებნასა და პოვნაში. მისი მტკიცებით, ზოგიერთი ობიექტი კარგ მდგომარეობაშია და ზომით ფეხბურთის მოედნის ტოლია. ახლა ისინი კერძო კონტრაქტორთან ინახება. ან მათ ყუებს ეს ხალხი და ნერვული აშლილობა აქვთ. ან მართლა ხდება ეს წარმოუდგენელი ამბები. წარმოუდგენა არ მაქვს, როგორ ავხსნა ისინი. ეს არ არის ჭაობის გაზი, არ არის წმინდა ელმას ცეცხლი და არც სფეროსებრი ელვა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და შეეხოთ რეალურ ტექნიკურ მოწყობილობებსა და ზოგიერთ შემთხვევაში მათ პილოტებს. არაერთი ხომალდი დაშვებულა დედამიწაზე, ზოგი ავარიულად. საიდუმლო ბაზებზეც არის განთავსებული ფრაგმენტები ან მთლიანად საფრენი აპარატები. და რამდენადაც ვიცი, ცოცხლად მყოფი ჰუმანოიდური უცხოპლანეტელებიც. მიგვირს, რატომ ვუმალავთ ამას ადამიანებს. გრუში ამტკიცებს, რომ მან იცის იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც უცხოპლანეტელების ხომალდები მტრულად მოქმედებდნენ. მაგალითად, დაფრინავდნენ ბირთვული ობიექტების სიახლოვეს. კონგრესის სიტყვით გამოსვლამდე გრუშმა რა თქმა უნდა ფიცი დადო. სრულჩვენების შემთხვევაში მას შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამიტომ იგი გაცილებით ფრთხილი იყო თავის განცხადებებში. არ დაასახელა კონკრეტული სახელები, ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც არამიწიერ ტექნოლოგიებთან მუშაობენ და არც ერთი მტკიცებულება არ წარმოადგინა. ყველა მათგანი, მისი თქმით, ძალიან საიდუმლოა. ამის მიუხედავად მან გაიმეორა, რომ იცოდა შემთხვევები, როდესაც ამერიკის ხელისუფლებამ აღმოაჩინა ჩამოვარდნილი უცხოპლანეტელების აპარატები. უფრო მეტიც, ავარიის ადგილზე ხანდახან არაადამიანური წარმოშობის ბიოლოგიურ ნაშთებს პოულობდნენ, ანუ უცხოპლანეტელთა ცხედრებს. გრუშის თქმით, კომისიაში მუშაობის დროს, როდესაც აღმოჩენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, იგი აქტიურ წინააღმდეგობას წააწყდა. ეს პიროვნება ერთ-ერთია იმ რამდენიმე თითზე ჩამოსახლდნენ მაღალჩინოსანთა შორის, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ უცხოპლანეტელთა რეალური არსებობისა და მეტიც, მათთან ადამიანის აქტიური კონტაქტის შესახებ, რომელიც ფართო მასებისთვის გასაიდუმლოებულია. რატომ? პასუხი მარტივია. ერიდებიან დედამიწაზე შესაძლო პანიკას, არსებული დოგმატური რელიგიების შესაძლო ჩამოშლას და ქაოსს, რომელიც შესაძლოა ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ გამოიწვიოს. თუმცა ჩემი აზრით, კაცობრიობა რაღაც ახლის და გრანდიოზულის მოლოდინშია. ადამიანებს აღარ გვაუცებს თანამედროვე